შენ ყიდულობ შავ პურს და გონია რომ უკეთეს არჩევანს აკეთებ ჯანმრთელობისთვის, მაშინ როცა რეალურად ყიდულობ თეთრ პურს, ოღონდ შეღებილს და ეს მხოლოდ ერთი ტყუილი, რასაც დღეს ვიდეოში მოგიყვები. მაგრამ სანამ ტყუილების ლაბირინთში შევალთ, ჯერ დავიწყოთ ჩვენი ბაზისის შექმნით. ანუ რა არის კლასიკური თეთრი პური? ჩავხედოთ ინგრედიენტებს და ასევე ჩვენ ეტიკეტს. 100 გრამზე მომცემს 258 კალორიას, 1,8 გრამ ცხიმს, 52 გრამ ნახშირწყლებს, მათგან 2,2 გრამ შაქრებს, ცილას 8,1 გრამს და მარილს 0,7 გრამს. ინგრედიენტებში აუცილებლად უნდა განვიხილოთ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი და სოხალი საფუარი. საფუარზე ცოტა ხანში გესაუბრებით, ჯერ განვიხილოთ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი. სანამ ამ დეტალებს შევალთ, ერთი პატარა გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ ჩვენი ხორბლის ანატომიისგან. ხორბალი მარცვლეულს აქვს 3 ნაწილი. გარეთა კატო, იგივე ჩენჩო, რომელიც ბოჭკოს და ზოგიერთი ბეჭდვის ვიტამინის ძირითადი წყაროა, მაქვს შიგნით კვირტი, ანუ თესლი, რომელიც ჯანსაღი ცხიმების და ზოგიერთი ცხიმში ხსნადი ვიტამინის წყაროა. და შუა ნაწილი ენდოსპერმი, ყველაზე მასიური, რომელიც სახამებლის ნახშირწყლების ყველაზე დიდი წყაროა, შეიცავს ასევე რაღაცოდენობით ცილას. ჩვენ ვხვდებით 4 ხარისხის ფქვილს. უმაღლესი ხარისხის თეთრ ფქვილს, პირველი ხარისხის, მეორე ხარისხის და მთელმარცვლოვან ფქვილს. რაცა უნდა უცნაური იყოს და სახელი გვატყუებდეს ნუტრიენტული ღირებულებით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი არის უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილი, ნუტრიენტული ღირებულება პირიქით არის შებრუნებული, ანუ იზრდება ნუტრიენტული ღირებულება, რაც უფრო მივდივართ მთელმარცვლოვნისკენ. უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილი, რომელიც როგორც წესი კონტეინერში გამოიყენება, არის გადამუშავების ულტრახარისხი. აქ მარცვლეულისგან ძირითადად სახამებელი მაქვს არჩენილი, მოხსნილი მაქვს ჩენჩო, ანუ ბოჭკო ამოღებული მაქვს, ასევე ჩემი ჯანსაღი ცხიმების და ვიტამინების წყარო, ძირითადად ნახშირწყლების და ცილების მცირეოდენის ხარჯზე, რაც ნიშნავს, რომ მომცემს ენერგიას და არაფერს ენერგიის გარდა. ამასობაში ამ სტრუქტურის გამო მას მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს და როგორც წესი, რასაც ვერჩით ხოლმე ასეთ თეთრ პურის ნაწარმებს, ყოველთვის არის ენერგიის სწრაფი გამოთავისუფლება, სისხლში გლუკოზის პიკი და შემდგომ დაბლასვლა, რომელიც ჩემ დანაკრებადობაზე ნაკლებად იმოქმედებს. შემდგომ აქვს პირველი ხარისხის ფქვილი, რომელიც გადამუშავებული ფქვილია, უბრალოდ შედარებით ნაკლებად, 3-4% კატო, ანუ ბოჭკო აქვს შენარჩუნებული. მეორე ხარისხის თეთრი ფქვილი, ეს არის უკვე შედარებით უკეთესი, რუხი ფქვილის წყაროებში გავყავს, აქ დაახლოებით 10-12% შეადგენს კატოს არსებობა, რომელიც გულისხმობს იმას თავის თავში, რომ აქვს მეტი ბოჭკო, შედარებით და ამასობაში შედარებით დაბალი გლიკემიური ინდექსი. აი გადავიდეთ ჩვენ ჩემპიონზე. მთელმარცვლოვან პროდუქტებზე, სადაც ჩემი მარცვლეულის სამივე სტრუქტურა დაცული მაქვს, მაგ როგორც კატო, ისევე მაქვს ჩანასახი, ისევე მაქვს ენდოსპერმი, ანუ ნახშირწყლების წყარო. მაშინ როცა საქმე მიდგება პურის განხილვაზე და ამ პურს აქვს პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი და საერთოდ რას ვერჩი, ესეც ჩვენი არსობისაა. კითხავს სამ ჯანსაღია? რას ნიშნავს ჯანსაღია? რას ენერგია უნდა მომცეს? თუ ენერგია უნდა მომცეს, ვეფხვი მომსდევს, თეთრი პური იდეალური ნახშირწყლების წყაროა. მაგრამ როგორც წესი, მე გეტყვი რა უნდა იგულისხმო ჯანსაღში, როცა წინ მიდევს პროდუქტი, სვა მოვკითხავს. ამ პროდუქტში კალორიებთან ერთად ნუტრიენტების ღირებულება მაღალია, ანუ მარტო ენერგიის წყაროა, თუ მაძლევს საჭირო ნუტრიენტებს, თუ მარტო ენერგიის წყაროა, მაშინ როცა ენერგია მჭირდება, კარგია, თუმცა როგორც წესი დღევანდელ რეალობაში, მათ შორის ჩვენ ქვეყანაში ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით და ჩვენი ჭარბწონიანობის სტატისტიკას ამას მოწმობს. ასე რომ, პირველი ხარისხის თეთრი ფქვილი, შესაბამისად თეთრი პური, მომცემს ძირითადად ნახშირწყლებს, ენერგიას სწრაფად, ასევე ჩემს დანაკრებადობაზე კარგად არ იმოქმედებს. ამის სანაცვლოდ რა გვაქვს მარკეტში ჯანსაღი ალტერნატივები, რას თავზობს ბაზარი. აჰა, შემოვიდა ჩვენი მეორე კლასიკა, ანუ შავი პური. ეხლა თუ კარგად დავაკვირდებით ჩვენი შავი პურის ინგრედიენტებს და მარტო გარეკანი და ფერით არ ვიმშელებთ, ნახავთ, კვებითი ღირებულება დაახლოებით იგივე აქვს, რაც თეთრ პურს, ასე რომ ამ დეტალებში არ ჩავალ. შენახვის პირობები, გავიგე ინგრედიენტები, ხორბლის პირველი ხარისხის ფქვილი. წინა ვიდეოებიდან გასწავლე, რომ ინგრედიენტებში პირველი რაც წერია, ყველაზე დიდი ოდენობითაა. ანუ შავი პური მაქვს, რომელიც ველი რომ უფრო ჯანსაღი უნდა იყოს ბრჭყალებში, ანუ მთელმარცვლოვანი ფქვილით უნდა იყოს ამზადებული და ინგრედიენტებში ვხვდები პირველი ხარისხის თეთრი ფქვილს, შემდგომ მეორე ხარისხის თეთრ ფქვილს 20%-ს და ჭავის ფერმენტირებულ ალაუს. ანუ ფქვილის ხარისხით ეს ორი პური 80% ერთმანეთს გავს. აქ მაქვს დამონტებული ალაო, რომელიც ამ ჩვენ პურისთვის საღებავია. მეგობრებო, ამით იმის თქმა მინდა, რომ გარეკანს არ უჯერებთ. იმიტომ რომ როცა საუბარი გვაქვს გარეკანზე და შავს გულისხმობ, რომ იქნება უფრო ჯანსაღი, ამ ყველაფერს კარგად იყენებს ჩემი კომპანია, რომელიც ვერ დაიჯება იმის გამო, რომ შავი უწერია და არც უნდა დაისაჯოს სიფქლი. მიყვარხართ? უბრალოდ ჩვენ ხვდებით ჩვენი არასწორი წარმოდგენების გამო შემდგომ მარკეტინგის მსხვერპლი. ეს ორი პური ნუტრიენტული ღირებულებით თითქმის ერთმანეთს გავს. მოდი ახლა ნახოთ მეორე მსგავსი ეტიკეტის მქონე პური, რომელსაც ვეძახით რუხ პურს.
აი, აქ შემოდის საქმეში უკვე ლიტური სასხობის რუხი პური. თუ ჩავხედავთ რუხი პურის ისევ ინგრედიენტებს, კალორიული ღირებულებით ერთმანეთს გავს, ნუტრიენტებით დაახლოებით ერთი და იგივეა. ინგრედიენტები: ჭავის ალაო, ანუ იგივე რაც ფერს ანიჭებს, უფრო მუქს. ამის მერე მაქვს ფქვილი ხორბლის და მე მაქვს ფქვილი მეორე ხარისხის 71%. გახსოვს რა ვთქვით ვიდეოს დასაწყისში. მეორე ხარისხის თეთრი ფქვილი ჯობია პირველი და უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილს თავის ნუტრიენტული ღირებულებით. აქ შედარებით მეტი ბოჭკო მაქვს. ზოგჯერ აღსაღნიშნად არ ზღირს, თუმცა გულს მაინც მიშვიდებს და 70% მაქვს მეორე ხარისხის თეთრი ფქვილი. ამის შემდგომ მოდის საფუარი. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პურს უფლება აქვს დაუძახოს, რომ არის რუხი, ისევე როგორც ამ პურს უფლება აქვს დაუძახოს შავი. ნუტრიენტულად დიდად განსხვავებული ერთმანეთისგან ეს მათგან შედარებით კი, მაგრამ საბოლოო ჯამში, როცა გავაკეთებდი არჩევანს, თუ რუხის გემო არ უმეწონებოდა, თავს არ დავისჯიდი, თუ თეთრ პურს მივირთმევდი რუხის ნაცვლად. ეხლა განახებთ ჩემი ძურად ღირებული პური, კინაღამ როგორ გადამიგდო. სად შემოდის უკვე ჩემპიონები. როცა ვსაუბრობ ისევ კიდევ ერთხელ ინგრედიენტების ის კითხვაზე, საინტერესოა რას მაძლევს სექტორი D3-ის ორიგინალი ჭავის პური. მთელი ღამის ფერმენტაციით. ინგრედიენტებზე ქვაზე დაცეხვილი ხორბლის ფქვილი 50%, შემდგომ მოყვების ჭავის ფქვილი. ეხლა, რას ნიშნავს ჭავის ფქვილი? მაშინ როცა ჭავის ფქვილი შეიძლება როგორც ხორბლის ფქვილი იყოს ულტრა გადამუშავებული, ჭავის ფქვილი ნუტრიენტული ღირებულებით უფრო მეც მაძლევს, ასე რომ გამიხარდა ორი რამ. პირველი დავინახე ქვაზე დაცეხვილი ხორბლის ფქვილი, ანუ მთელმარცვლოვანი ხორბლის ფქვილია ნახევარი გამოყენებული და დარჩენილი ჭავის ფქვილი. აი ეს არის ნუტრიენტული ის სტანდარტი, რომელიც მთელმარცვლოვან პურში მინდა ვიპოვო, არა მარტო შავი ფერი, არამედ მაღალი ნუტრიენტული სტანდარტი, მეტი ბოჭკო და ამასობაში მეტი ნუტრიენტები. ამას ასე მარწმუნებს ჩემი ეტიკეტი 100 გრამ პროდუქტზე, მომცემს 210 კალორიას, ცხიმს 1 გრამს, 53 გრამ ნახრწლებს, მათგან 1,5 გრამ შაქრებს, 8,4 გრამ ცილას და მარილს 1,4 გრამს 100 კალორიაზე. ანუ, როცა საქმე მიდგება პურის არჩევაზე და ვეძებ მთელმარცვლოვანი პურის წყაროებს, ნაკლებად ვენდობი ფერს და ვუყურებ ფქვილის ხარისხებს. ცოტა თავიდან რთული გამოსარკვევია, რაც უფრო მეტად ვისწავლეთ ეტიკეტის კითხვას, მით უფრო მარტივად გამოერკვევით. ეხლა საქმე შემოდის ჩვენ დღის მთავარი შემდგომი ჩემპიონი. ყველაზე საყვარელი განსახილველი თემა დღეს მეგობრებო, დავაგრევთ ყველაზე დიდ მითს, დიეტურს. ჩავხედოთ ჯერ მოდი ეტიკეტს. და ვნახოთ, რომ მაძლევს 100 გრამზე 188 კალორიას, რომელიც დაახლოებით 20 კალორიით ნაკლებია ვიდრე წინა. 20 კალორია გიო, რა ბევრია რა. რა ვიცი. ბევრია, აი 20 კალორია, აი ხა მივიღე ჰაერისგან. თქვენგან საჯეთ, აქვს თუ არა ამ პურს უფლება ერქვას დიეტური და თუ აქვს ერქვას დიეტური უფლება, მე გეტყვით, რომ მაშინ პანეს თეთრ პურსაც შემიძლია დიეტური დავაწერო ზემოდან. კალორიები ძირითადად დაზოგულია ცხიმიდან და შაქრებიდან. მცირედით ნაკლებ კალორიას მაძლევს, რაც მამშვიდებს არის ჭავის ფქვილი, 45%, მეტ ნუტრიენტულ ღირებულობას ველოდები, ჭავის ალაო ფერის გამო და ამასობაში ხორბლის ფქვილი. ანუ ნუტრიენტულად დიდი არაფერი განსხვავება, უბრალოდ დიეტურს როგორც წესი არა კალორიები ამყარებს ჩემ ახმაში. არამედ ამყარებს 0%. 0% საფუარი. კარგი. ეხლა ვისაუბროთ ყველაზე დიდ გავრცელებულ მითზე საქართველოში უსაფუარო პურზე. რატომ არის საფუარი ყველაზე დიდი მტერი პურში? და ჩემ ბებოშ ლავაშიც საფუარი 0% ჩემზე დიდზეა წერია. საფუარი გვასუქებს, საფუარი შხამია, უსაფუარო ჯობია. ყველაზე გავრცელებული მითი, როცა საქმე პურზე მიდგება ჩვენს ქვეყანაში. მაგ ლოგიკით, ეს ჩვენი უსაფუარო პური, რომელიც 80% ხორბლის ფქვილია და ამასობაში მარილი და წყალი, ყველას უნდა ჯობნიდეს აქამდე ჩამოთვლილ პურს. კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ საფუარი პრობლემა არ არის და არც არასდროს ყოფილა. პურს სჭირდება ფერმენტირების პროცესი და ეხლა ვაგიხსნი რატომ. გახსოვს ჩვენი მარცვალი, მათ შორის ხორბლის მარცვალი, შეიცავს ფიტინის მჟავას. ეს არის ისეთი ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმი მცენარისთვის, რომელიც ადამიანის ორგანიზმში საშიშნალებელ სისტემაში იქცევა როგორც ქურდი. ეპარება მეტალებს, რკინას, მაგნიუმს, თუთიას და ხელს უშლის მათი შეთვისების პროცესს. და როგორ ვანეიტრალებთ ამ ქურდს? მხოლოდ ერთი გზით, ფერმენტაციით, ამ დამჟავებით საფუარის, ამ ბუნებრივი დამჟავების პროცესს გამოყენებით. რა ხდება ჩვენ ბებოს ლავაშში? 0% საფუარი. შესაბამისად, ჩვენ ქურდსაც ვერაფერი არ ნეიტრალებს და ამასობაში მაძლევს პირველი ხარისხის თეთრ ფქვილს ნუტრიენტულად ტოლდება ჩემ კლასიკურ პურს და შეიძლება მეტ ნეგატივსაც კი მაძლევდეს თავისი უსაფუარობით. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია გადავხედოთ მის ინგრედიენტების სიას. ვნახოთ, რომ აქვს 80% ფქვილი პირველი ხარისხის და ამასობაში კვებითი ღირებულება 100 გრამზე 291 კალორია, 59 გრამ ნახრწლებს,
მათ შორის შაქრებს 0%, ოჰო, მშვენიერი, ცილა 9%, ანუ 9 გრამი 100 გრამიდან, მარილი 2.6 გრამი. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი განსხვავება ყველა სხვა პურებს შორის. 100 გრამში 2.6 გრამი ნიშნავს, რომ ერთი პორცია პური, რომელიც როგორც წესი 40 გრამს შეადგენს, მაძლევს დაახლოებით 1 გრამ მარილებს, რომელიც ჩემი ყოველდღიური მოხმარების დაახლოებით 20%-ია. მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში, სადაც მარილის მოხმარება საკმაოდ დიდი პრობლემაა და დღიური ლიმიტი 5-6 გრამ მარილზე გადის, შეიძლება პურის ერთი ულუფით 40 გრამით და ვიყოთ გულწრფელები, ალბათ 40 გრამზე არ ვჩერდები, ეხლა ვიგანახებ რატო. 45 გრამი. წავა, მეგობრებო, აი ეს არის, რაც ითვლება ერთ პორცია პურად, როგორც წესი, სხვა პურების ერთი ნაჭერი, ან 1.5 ნაჭერი, ან ზოგჯერ თუ მწვრთნელი დაჭრილი 2 ნაჭერი. ეს მაძლევს დაახლოებით 1 გრამ მარილებს, რომელიც კოლოსალური რიცხვია. მაშინ როცა არ მაქვს შაქრები და მაგაზე არ ვნერვიულობ, რაც კარგია, მარილების მიღება ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ დიდი პრობლემაა, ნუტრიენტული სტატუსით თუ რამე ვიცით ჩვენ ქვეყანაზე ვიცით, რომ მარილებს ალბათ მოვიხმართ და ალბათ არ იქნება ჭკვიანური მარილების წყარო პურში ვნახოთ დიდი ოდენობით. როგორ ვებრძვით უსაფუაროს მითს ერთი ცოდნით და მე მაშინ რას ვარჩევთ? თუ მაინც საფუარის გამოყენება არ მინდა და ბუნებრივი დამჟავების პროცესი მინდა პურები პოვო, აქ შემოდის ერთ-ერთი ჩვენი შემდგომი ჩემპიონი. ორი არტიზანო. აქაც D3 გამოდგა ჩემპიონი, დააჯერე ესენი, რომ D3-ის დაფინანსებული არის ეს ვიდეო. მთელი ღამის ფერმენტაციით. საინტერესოა ნუტრიენტები. მთელი ღამის ფერმენტაცია მეუბნება, რომ ბუნებრივი დამჟავების პროცესი გაიარა პურის დედოსთან ერთად. ნახოთ კალორიები 100 გრამზე მომცემს დაახლოებით 240 კალორიას, 0.17 გრამი ცხიმით, 45 გრამი ნახშირწყლებით, 3 გრამია მათ შორის შაქრები, ცილა 12 გრამი და მარილი 2 გრამი. როცა მიდგება საქმე ღამის ფერმენტირებაზე, ჩემი ნუტრიენტული ღირებულება, მე მგონი აქაც ის არის, ხორბლის ფქვილია. ხორბლის ალაო და ხორბლის ანუ სტანდარტული ხორბლის ფქვილია, ფერი აქვს შეცვლილი ალაოთი, თუმცა ღამის ფერმენტაციით არის. იდეალურ შემთხვევაში ვეძებ პურს, სადაც ვნახულობ როგორც ჭვავის, ან თელმარცვლოვან წყაროებს, ასევე ღამის ფერმენტაციით, ან საფუარის გამოყენებით მიღებულ პურს. ეს მაძლევს ნუტრიენტულ უპირატესობას. მაშინ როცა შეიძლება ნაკლებად შემბეროს, გლიკემიური ინდექსიც, იმიტომ რომ ფერმენტირების პროცესი გავლილი აქვს, შეიძლება ქონდეს ნაკლები, უფრო დიდხანს დამანაყროს, ვიყო ბედნიერად. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძვირია, მე მგონი 4.5. მაგრამ საკმაოდ მოცულობით, მოკლედ. მოეფერეთ. გააზრებული არჩევანი ყველამ თვითონ უნდა გააკეთოს. აი ახლა გადავდივართ მე მგონი პურის კატეგორიიდან, გადავდივართ დესერტის კატეგორიაში. ეხლა ვნახოთ ეს პური, მართლა განსხვავდება სხვა პურებისგან, რამე განსხვავება მაქვს თუ მივირთო, როგორც ჩვეულებრივი თეთრი პური უნდა მივირთვა. ენერგეტიკული ღირებულება მაძლევს ჩემი ბურგერის პური 100 გრამზე 295 კალორიას, ანუ თითქმის 300 კალორიას, რომელიც კალორიებში მოწინავეა სხვა პურებთან შედარებით. ცხიმებს მაძლევს 6 გრამს, სხვა პურებთან შედარებით ესეც კოლოსალური რიცხვია, ნახშირწყლებს 51 გრამს და მათგან შაქრებს მაძლევს თითქმის 7 გრამს. შაქარი ცალკემა გამოყოფილი, ანუ ყველა სხვა პურში შაქრები რაც ვახსენე, თუ იყო ნახშირწყლები, რომელიც ბუნებრივად იყო ჩვენ სახამებელიან პროდუქტში, აქ დამატებული აქვს. რომელიც იდეალურ გემოს აძლევს, თუმცა პურისთვის 7 გრამი შაქრები დიდი რიცხვია. ცილა 9 გრამი, მარილი 1.5 გრამი. ანუ ეს პური ალბათ ყოველდღიური არჩევანი არ იქნებოდა, ჩემი იქნებოდა გამონაკლისი მეგობრები დავპატიჟე, ან ჩემი ემოციური კვებისთვის ბურგერი მომიზადე არჩევანი. და უფრო დესერტების და დონატის კატეგორიაში გადავდივარ ვიდრე პურების. ეს არის მეგობრებო ჩვენი დღევანდელი პურების რანკინგი, ჩემი როგორც პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მაგისტრის, რა პურს ვიყიდე ყველაზე იშვიათად, რა პურს ვიყიდე ყველაზე ხშირად. გადაწყვეტილება ინდივიდუალური უნდა მიიღოთ თქვენ, ასევე ფასიდან გამომდინარე. ეს სამი ოქროს წესი, რომელსაც ნუტრიციოლოგიის აკადემიაში შემსწავლებს ყოველთვის უხსნი, ასევე დაგეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. ანუ რა ვთქვით, პირველი, არ დაუჯერო გარეკანს, გადმოატრიალეთ, ჩახედე ეტიკეტს, ინგრედიენტების სიაში წესი მეორე, ეძებე ნაკლებად გადამუშავებული, ანუ უმაღლესი ხარისხის და პირველი ხარისხის ფქვილი კი არა, ეძებე მთელმარცვლოვანი წყაროები, ან მეორე ხარისხის თეთრი ფქვილი. ამის შემდგომ, რასაც აკვირდები, არის დამჟავების წესი, პურის დამზადების წესი, მჟავე პურის დედო, ბუნებრივი ფერმენტაცია, ესეც სიტყვები ეძებე უკან ინგრედიენტებში. ამასთან ერთად გამოდის, რომ პური არ არის შენი მტერი. პური არც არასდროს ყოფილა შენი მტერი. გაუაზრებელი გადაწყვეტილებაა შენი მტერი, რომელიც დროსაც მე მარკეტინგის ხვროპლი უფრო მარტივად ხდები. რას ვაჭირთ პურს? ერთი პორცია, რომელიც არის 40 გრამი, თუ ეხა მიყურებ და ხარ ქალი ზრდასრული ასაკის, დღის განმავლობაში მარცვლულისგან მიღებული კალორიები გჭირდება დაახლოებით 5 პორცია, თუ ხარ კაცი გჭირდება დაახლოებით 7-8 პორცია. ამ 5 პორციაში ერთი პორცია ითვლება 40 გრამი პური. 40 გრამი პური უმრავლესობა ამათგანი ამის გამოკლებით მომცემს დაახლოებით 100 კალორიას.
გვიდარდო, როცა ერთი პორცია პურის გამო, თუნდაც თეთრის გამო, რომელიც 120 კალორიით შემოვსებს, დაინგრა ჩემი ჯანსაღი ცხოვრების წესი? არა, ესე არ არის. თუმცა თუ მინდა პურში კალორიებთან ერთად მეტი ნუტრიენტული ღირებულება მივიღო, მარჯვნიდან მარცხნივ არჩევანი შენზეა, მომდევნო ვიდეოში შევხვდებით.